მოკლედ კვერცხით ავიღეთ და აი ამ თქვილში გავხსენით. ცოტა შესქელ და თუ შესქელ და მე შეგიძლიათ რომ წყალი წაღოლდამით. ისქნათ რა ქვია. დაასხათ კიდე გააცხელოთ. აი ესე. მე ამას ბატონო დავით, ეს შეგიძლია წაიღო ფქვილი აღარ აღჭირდება. თორე მეწის ფქვილებივით ამოვიგანგლებით იმაში რა ქვია. მე აი ამ ყველაფერს აიღებთ მარილს და მარილს დააყრით. ნახეთ რომ ბევრი არ მოგივიდეთ რა. ალბათ ეს მეტი არ უნდა და ეგ მაინც გააკეთე, ხო? შავი პილპილი. და მე ამ ყველაფერს დააყრი შავ პილპილს. მაგდენი უნდა? საჭმელი ცხარე უნდა იყოს. სხვათა შორის კორელებიც ცხარე საჭმელი ჭამენ. უყვართ. კორეული. ანუ კვერცხია, მარილია, შავი პილპილი არ იყო. ჭიები დადიან, აგერ. რატომ ამაში არ ჩავარდეს თუ ბატონო დავით რა ეგ რაღაცა რასაც შენაკეთებ. და გავხსნათ ეს ყველაფერი ერთად. გაიხსნება. თუ მიქსერი გაქვს, ბლენდერი გაქვს, კაია, მაგრამ თუ აი ესეთი ტოტი გაქვთ, გატეხეთ შუაზე, მოგუნეთ და მშვენიერ რაღაცა გამოვა. ოღონდ სცენარის დააკვით რამე მყრალა ხეს რო ეძახიან ხოლმე, მაგისი არ იყოს, თორე საჭმელი გაუშვეს მაგის გემოს. ეს ფქვილი, აი ესე გაიხსნა. რაღაცნაირი გახდა, კვერცხი, ფქვილი რაღაცა. მოკლედ ჩვენ ვაკეთებ ქიმიური ცდას. არა, ბატონო დავით. აი ესე. საფანელი სჭირდება? რას? საფანელი ჭირდება უეჭვი. მოკლედ, ეს გამომართვი აი ესე. ფეხზე არ დაგეწევთ. ამ ყველაფერში ჩაყრით ქათმის კუჭებს.